უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში მეტალურგიულ ქარხანაში ერთი ადამიანია დაღუპული ფოლოდის სადგომის სამკროს ოპერატორმა ელექტროტრამვა მიიღო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნიკა მოლოდინაშვილი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დაისახლა პირდაპირ ეთერში გვერდთვება რუსთავიდან. ნიკა უფრო კონკრეტულად რა მოხდა ქარხანაში? Დიახთამთა შემთხვევა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობს საწარმოში მოხდა, როგორც თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ერთ-ერთ ღუმელს შეუჩერდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის შემდეგაც გამოძახებული იქნენ ელექტრიკოსი თანამშრომლები, რომლებსაც დაევალათ სპეციალური ელექტროკარადაში არსებული დაზიანების შეკეთება და სწორედ შემთხვევა ელექტროკარადის შეკეთების დროს მოხდა. გარდაცვლილი არის 29 წლის ნუკრი ქიმაძე, როგორც თანამშრომლები ამბობენ, 1000 ვოლტი ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად ის საავადმყოფოში მიყვანის თანავე გარდაიცვალა. შემოყვანისას იყო გვამი, სიცოცხლის ნიშნები არ აღინიშნებოდა, იყო ანიზოკორია გამოხატული, არეფლექსია, წნევა და პულსი არ ფიქსირდებოდა. სასწრაფოს ექიმის გადმოცემით ადგილზე მოხდა ელექტროტრამვა საწარმოში. დაზიანებულ ელექტროკარადაში დაიწყო ტირისტორების შეცვლა. ჩართეს კარადა ამ დროს არ ჩაირთო ამ ჩართულ კარადაში შემთხვევით. ჩვენ ყველა ასე ფიქრობს, მოხდა ამ დაზარალებული შესვლა. ჩართული კარადა, იქ ხელით რაღაცას წაწვდა და ამ დროს მოხდა ძაბის ქვეშ მისი ჩავარდნა. 29 წლის ნუკრი ქიმაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, გამოძიებას რუსთავის რაიონული პოლიცია აწარმოებს. გმადლობთ. ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ.